ჩვენ მართლა გუშინდელი ესეთი წვიმიანი ამინდის მერე მზიანი დღე მოგცა ღმერთმა. არ ვიცი, შეიძლება წვიმა რო ყოფილიყო უფრო მეტი ხალხი მოვიდოდა ეკლესიაში, მაგრამ ამაზე არ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენი ყველაფერი არის უფალი. ეგრეა? ამიტომ ვინც აქ ბრძანდებით, უფალმა გაკურთხოთ და ღმერთის კეთილი ხელი იყოს თქვენზე. ყველას ვაკურთხებთ, ვინც შეიძლება გზაშია ან არ არის, ამიტომ წარმატებებს ვისურვებთ. როგორც გითხარით, მინდა დღეს ღმერთის ნებაზე ვილაპარაკო და ესეთი სათაური მივეცი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ძვირფასებო რა არის ღმერთის ნება. ამენ. ღმერთი არის აბსოლუტურად ყოვლის შემძლე. სრულყოფილი შემოქმედი, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი არის ვაუ! მოდი ჩემთან ერთად თქვით, ვაუ! ჰალელუია! რას ნიშნავს ეს სიტყვა? გაოცებას, ხო? უთხარი შენ გვერდით ვინც არის, შეუბრუნდი და ვაუ, რა მაგარი ხარ. ჰალელუია! ვაუ! რა მაგარი ხარ. ამენ. ჰალელუია. იმიტომ რომ შენ ხარ ღმერთის შემოქმედება. ჰალელუია. შენ უფალმა შექმნა და ის, რასაც ქმნის ყველაფერზე ამბობს, ვაუ, მაგარია, მაგრამ ოდესაც ადამიანი შექმნა, ის იყო საერთოდ გვირგვინი ყველანაირი შემოქმედების, ვიფასებო და ქმნილების. ცოდვამ თავისი კვალი დააჩნია ადამიანს, მაგრამ ჩვენ ქრისტეში ვინც ვართ, ვუახლოვდებით იმ ქმნილებას, ვიფასებო, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამენ? და გვაქვს შანსი, რომ იმ პირველ ყოფილ ვაუზე უფრო მაგარი ვაუ ვიყოთ, მაგრამ უნდა იყოს რწმენაში და უნდა იყოს უფალში. ჰალელუია. რასაც უფალი აკეთებს ვირფასებო არის საოცრება და არავის არ შეუძლია მისი ნების წინააღმდეგ წასვლა. ვირფასებო, ალბათ მით უმეტეს ცნობილი ჩვენი კლასიკოსები და გიყვართ ისინიც, მაგრამ სოფლიოში აღიარებული რუსთაველი, რომელზეც ამბობენ, რომ ძალიან ღვთისმოსავი კაცი იყო. ნახეთ, რა კარგი აფორიზმი აქვს, რომ რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. იცით, ადამიანები მაინც აკეთებენ რაღაცას. იმიტომ რომ არ იციან, არის თუ არა ეს ღმერთის ნება, ჯახირობენ, წვალობენ, იტანჯებიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გამოვა. იცით, უფალმა ბრძანა, მეგობრებო, რომ რაც ჩემს მამას არ დაუთესია, ის ძირფესვიანად აღმოიფხრება. ის თუ დღეს არ არის აღმოფხრილი, შეიძლება შენ ელოდები, რომ ხვალე მაინც აღმოიფხრას. უფალს თავისი დრო აქვს და აუცილებლად აღმოიფხრება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღმერთის ნებაში შესვლა ძვირფასებო. იმიტომ რომ ღმერთი არაფერს არ აკეთებს და არ გვაკეთებინებს ძალდატანებით, არამედ ნებაყოფლობით, რადგან მან მოგვანიჭა თავისუფალი არჩევნის ნება. ამენ? შეიძლება რაღაც დონეზე, რაღაც მდგომარეობაში, ხათრით, თქვათ, ძალდატანებით ან რაღაც სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიზეზებით ადამიანმა რაღაცა აკეთოს ან აკეთებინოს შენ მას, ან მან გაკეთებინოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამაში თუ არ არის შენი თავისუფალი ნება, მაშინ ვერ გაიგებ საერთოდ რა არის ღმერთის ნება. ნება არის ვიფასებო საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქცევა. ამენ? ნება არის საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქცევა. სურვილები ყველას გააჩნია და ადამიანს ყოველთვის უნდა განახორციელოს თავისი სურვილი. საიდან ჩნდება ადამიანში სურვილი? მასში დევს სიმპტომები მიმბაძველობის ვიფასებო. ვიღაცას დაუნახა, ვიღაც კუმირი აღმოჩნდა, რაღაც მოდაში შემოვიდა, იმიტომ რომ ვიღაცას ჰქონდა, ან იყო შემოსული და ასე შემდეგ. ან ვიღაც გმირი, შეიძლება ლიტერატურული, შეიძლება საზოგადო, შეიძლება საქვეყნო, ან საერთაშორისო და ეს ვრცელია და შეიძლება ამაზე უფრო შორს წაგიყვანოს ამან, მაგრამ თავარი რა არის ვირფასებო? რომ ვიცოდეთ ვის ვბაძავთ. იმიტომ რომ
ამაზე არის დამოკიდებული თუ ვინ მოგვბაძავს ჩვენ. გესმით? ყოველთვის ვიღაცას ბაძავს. და როდესაც ეს უფალია, მაშინ შენ იქნები ძალიან თავისუფალი იმაში, რომ გაიგო ღმერთის ნება რა არის და აღასრულო ის. ჰალელუია! ღმერთს სურს, რომ შენ დართო ნება მას და შენი სურვილები იყო შესაბამისი მისი სურვილის, იმიტომ რომ არის მტერი ძვირფასებო, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და როგორც სიტყვა გვეუბნება ჩვენთვის, უცნობი არ არის მისი ხრიკებიც კი, მისი ფიქრებიც კი, მისი ნაბიჯებიც კი. ეშმაკს გააჩნია ნება, რომ გამოიყენოს შენი ნება. ძალით ისიც ვერაფერს ვერ გააკეთებს, რათა შენ არ აღასრულო ღმერთის ნება. ის ჩასაფრებულია და უნდა ის გთავაზობს რაღაცების გაკეთებას, ამიტომ რომ ვიცოდეთ, ცდებით თუ არა, ან ვიქცევით თუ არა სწორად, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რა არის ღმერთის ნება და ამაზე მინდა დღეს შევეცდები უფლის სულიწმინდის დახმარებით, რა თქმა უნდა, თქვენი ლოცვა კურთხევით, რომ ამაზე ვილაპარაკო დღეს. ჰალელუია! შეიძლება ბევრი ვინმე ან რამე გთავაზობს, რომ აღასრულო მათი ნება და ვინ არის ეს ძვირფასებო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებ იქედან, რომ ადამიანი სულია, აქვს შვინვა და ცხოვრობს სხეულში. ჩვენ სხეულს გააჩნია თავისი ნება, გულის თქმები, რომელიც დამღუპველია. ყველაზე უმთავრესი მტერი, ვინც ყავს ადამიანს, ეს არის ხორცი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენი დროებითი სახლი ძვირფასებო. არის შვინვის ნება. ფანტაზიები, მირაჟები და ასე შემდეგ. მას ნება გააჩნია და ძალიან ბევრი მიყვება ამ ნებას. იმისთვის, რომ ჩამოშორდე ღმერთის ნებას. ამიტომ უნდა აკონტროლო. არის ტრადიციის ნება ძვირფასებო. ძალიან ბევრს არ უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ არის ესეთი, ესე ვთქვათ, არათავისუფლება, მოდით, ცოტა ლამაზად ვიტყვი. ასრულებენ ამ ტრადიციის ნებას. არ უნდა ადამიანს გაკეთება, მაგრამ ხალხმა თქვა, ხალხი რას იტყვის და ასე შემდეგ. არის რელიგიის ნება. ამაზე ბევრს არ ჩერდები და მადლობა უფალს, რომ ჩვენ გვაქვს პრიორიტეტი, ვემსახუროთ ცოცხალ ღმერთს. არის მთავრობის ნება. გესმით? და ძალიან ბევრი ბჭობა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ბიბლიაში ვიცით გმირები, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ მთავრობასაც კი, იმიტომ რომ ისინი მოუწოდებდნენ ღმერთისგან განდგომას და ჩამოშორებას ღმერთზე. გესმით? არის აკულტიზმის ნება. ხალხი დამოკიდებულია ჰოროსკოპზე. მის ნებას ასრულებს. ზოდიაქოს ნიშნებზე ძვირფასებო. და საშინელ დღეში არის ხალხი იმის გამო, რომ იძულებულია აღასრულოს მათი ნება და მოთხოვნილებები. და რა თქმა უნდა, ეშმაკის ნება, რომ გაცდუნოს, ამბოხში ჩაგაგდოს, დაგღუპოს და ჩამოგაშოროს უფალს. გესმით? ამიტომ მოკლედ შევეხე ახლა მე, იმისთვის რომ ვიცოდეთ, ყველაფერი არის წინააღმდეგი იმისა, რომ შენ არ აღასრულო ღმერთის ნება. და თუ გადაწყვეტ, მაშინ ეს ყველაფერი აბსოლუტურად დაკარგავს ძალმოსილებას შენს წინაშე და არ შეგიშლის ხელს, თუ არ დართავ მათ ამის ნებას. ვისი ნება იყო ძვირფასებო ადამიანსა და ევას დაცემა? რა თქმა უნდა, ეს არ იყო ღმერთის ნება, მაგრამ მას ძალით არ ჩაუდია მათთვის ეს ხილი პირში. გესმით? მან გამოსტყუა, რომ ნება დაერთო მისთვის, რომ ეს გაეკეთებინათ და ჩავარდნილიყვნენ. მათი ნების თანხმობით მოხდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ შენი ნების თანხმობის გარეშე ღმერთიც ვერ შეგიყვანს სასუფეველში. გინდა სასუფეველში? სამეფოში უпростоრად. სამოთხეში ვის უნდა? ძალით არ შეგიყვანს ღმერთი, ჩემო კარგო. ესე რომ იყოს,
მაშინ მთელი კაცობრიობა იქნებოდა სამოთხეში. შენი ნება უნდა იყოს იქ საჭირო, იმიტომ რომ აქ თუ არ გინდა ღმერთი, აქ თუ არ უჯერებ ღმერთს, აქ თუ არ ასრულებ მის სიტყვას, რაღაც მიზეზების გამო არ ვიცი რა. წარმოიდგინე, იქაც შეგიძლია უთხრა რომ რატომ მომიყვანე აქ უფალო, არ მინდოდა. მე თავისუფლება მინდოდა. ესმეთ? ამიტომ შენი ნება არის საჭირო ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ღმერთს უნდა შეუძლია ნებავს ყველას გადარჩენა. ამენ? უკაცრავად. ღმერთს უნდა შეუძლია და ნებავს რომ გადარჩეს ყველა. ნახეთ ტიმოთე რას ამბობს ვიფასებო. მას ნებავს რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას. ღმერთს ნებავს, ღმერთის ნება რომ ყველა გადარჩეს. მაგრამ ნახე, რატო არ არის ყველა გადარჩენილი? არის ღმერთის ნება, მაგალითად ავიღოთ ეს ლოკაცია დღეს. ვიმყოფებით ქობულეთში. ამ მუხლიდან გამომდინარე ხომ არის ღმერთის ნება რომ მთელი ქობულეთი გადარჩეს. ამენ? სად არის მთელი ქობულეთი? არ ნებავს ვირფასებო. ამიტომ ღმერთი ადამიანის ნების ზემოთ და მის გარეშე არაფერს არ გააკეთებს. ამიტომ სწორად გამოეხმაურე ყოველთვის მის ნებას. ჰალელუია. ეს არის აბსოლუტურად უმნიშვნელოვანესი საკითხი ყველაზე. რა თქმა უნდა დაღუპვა არავის არ ნებავს. ხომ ეგრეა? ხო გინდა გადარჩე? ღმერთს ნებავს გადარჩენა, მაგრამ შენც უნდა ინებო, რომ შეხვიდე აი ამ არჩევანში ძვირფასებო. და მე მინდა ვილაპარაკო იმათზე, არა იმათზე, ვინც არ ასრულებს ღმერთის ნებას და არის, ესე ვთქვათ, შორს ღმერთისგან და ცოდვილი. მე ვილაპარაკობ და გავამახვილო მინდა შენი ყურადღება, რომ დაიმახსოვრო იმაზე, რომ არიან ისეთი ქრისტიანები, რომლებიც უწოდებენ თავის თავს ქრისტიანად, ჩვენ ყველა უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანს. მაგრამ ნახეთ, განსხვავება იმათ შორის, ისინი არ ასრულებენ ღმერთის ნებას. კატეგორია ქრისტიანების ასრულებენ ღმერთის ნებას, მაგრამ პარალელურად ასრულებენ საკუთარ ნებასაც. აი სად იწყება პრობლემა. არავინ არ ამბობს, ვინც ქრისტიანად თulis თავს, რომ არ უნდა ღმერთის ნება, არ უნდა იყოს ღმერთის ნებაში, მას უნდა იყოს ღმერთის ნებაში, მაგრამ პარალელურად ასრულებს თავის ნებასაც, საკუთარ ნებას, ვიღაცის ნებას, გესმით? და სად იწყება პრობლემა. და ეშმაკი ამბობს, არა უჭირს კაცო. მერე რა? ამენ? არ არის პრობლემა. შენ ხომ ასრულებ ღმერთის ნებას. ხანდახან შენი ნება შეასრულე კაცო. ხანდახან ტრადიციის ნება შეასრულე. ხანდახან ხორცის ნება შეასრულე. ხანდახან რაღაც გააკეთე. აი ცოტა. არა უჭირს. შენ ხომ დაბრუნდები ისევ და აღასრულებ ღმერთის ნებას. და ეს ხშირ შემთხვევაში უარესია, ვიდრე საერთოდ არ ასრულებდე მის ნებას. ესმეთ? აი სად არის გამოჭერილი ადამიანი. აბა შენი თავი დადე სასწორზე. რა თქმა უნდა ურიხელებით თანახმახარ რომ აღასრულო ღმერთის ნება. მაგრამ რამდენჯერ შეგირევია შენი nebაც და აგრძელებ მას. და იცი ძალიან კარგად რა არის ღმერთის ნება და რა არის შენი ნება. უფრო კარგად იცი რა არის ეშმაკის ნება. მაგრამ იცი ამ შენს ნებას ისე ფუთავ. აი ეხლა ძალიან ბევრი ჭრერა ჭრულა არის გამოსული სხვადასხვა სახის ჭრიალა, მორთულ მოკაზმული, თუნდაც ეს ფურცლები. ისე შეგიძლია ლამაზად გააფორმო და გაალამაზო ყველაფერი. ვერც შეიძლება ეჭვით შეგეპაროს რომ არის კი ნამდვილად დეკორატიული ეს. ცოცხალი გეგონება. და ესე მიდის ძალიან ბევრი ქრისტიანი შეფუთული
გესმით? საკუთარი ნებითაც უნდათ მოაწონონ თავი ღმერთს. და მინდა ძვირფასებო რომ დღეს გაგვან თავისუფლოს უფლის სულმა. ამენ. ემეთ რომ ღმერთი წმინდა. ის გვეუბნება ჩვენ რომ იყავი ისეთივე წმინდა როგორც ვარ მე. და შესაძლებელია რომ იყო ისეთივე წმინდა. რადგანაც ამბობს. ემიტომ რომ ამ სიწმინდის გარეშე ვერ ვიხილავთ უფალს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ როგორ აღვასრულოთ მისი ნება მეგობრებო. იცი არ გაართულო მდგომარეობა. შეიძლება ძნელი გეგონოს ეს პროცესი, მაგრამ ძალიან ადვილია უფლის სული მოგეხმარება. ჰალელუია. ამენ. ამიტომ მოდით წავიდეთ ამ დინებაში ძვირფასებო. ჰალელუია. მე ვგრძნობ ძალიან სერიოზულ თანდასწრებას მერთის აქ. გთხოვ ყურადღებით იყო და ფაქიზი მისდა მე, რომ ბოლომდე დარჩეს ის ჩვენთან. ამენ. ღმერთს უნდა შენი შეცვლა. მაგრამ საჭირო არა მხოლოდ თანხმობა. იცი ადვილად შეგვიძლია თქვა ამინ, დედა რა კარგია, რა კარგად მესმის, რა კარგად ხსნის უფალი ამას. მაგრამ შენი ნება არის საჭირო მთლიანად, აბსოლუტურად მასში. ამენ. რომ აღარ დარჩეს სარიელი ადგილი სხვა რაღაცისთვის, სხვისი ნებისთვის. ჰალელუია. მოვექცეთ ძვირფასებო და დავდგეთ სწორ რელსზე, რომ თუ გვინდა ღმერთის ნების აღსრულება, მაშინ უნდა მივატოვოთ ყველანაირი ნება, რაც იქნება აი პირველი მტერი მისი. ჰალელუია. მე ვიცი, აი ჩემი ნება რას ნიშნავს? რას პასუხობს კითხვა, რა არის ჩემი ნება? ელემენტარულია. ნახეთ და მინდა რომ დაინახოთ თქვენი თავი ამაში. მე ვიცი. მე ვგრძნობ. მე მგონია რომ ეს ესია და ესი არ არის. აი მე მინდა. მე მნებავს. ნუ ესეთ გამოთქმა ხო? ამ ნებიდან გამომდინარეა ძვირფასებო საოცარი სიტყვა რა. ჩვენს ლექსიკაში. ადამიანს რო ეუბნები განსაკუთრებით თან სტუმარს ან ვისი პატივისცემაც გინდა, რა გნებავთ ბატონო? გესმით? ანუ შენს ნებას რა ესია მოუნება? იცი კარგი პასუხი იქნება რა, მე მნებავს აღვასრულო ღმერთის ნება. ჰალელუია. ამენ. მე მნებავს რომ ამ ყველაფერმა ასია მოუნოს უფლის ნებას. მოიწონოს და მიიღოს. ამიტომ დამღუპველია ის რაც შენ იცი, რაც გგონია, რაც გინდა, რაც გნებავს და რასაც გრძნობ. აი ამან დაღუპა ადამი. ამის გამო დაკარგა მან 64. დედა როგორ მე ფიქრობ რომ რა კარგია, როგორ სასიამოვნოა სანახავად. აი მე ვიგრძენი რომ ეს მართლა კარგი რაღაცაა. რა გემრიელია, თვალისთვის სასიამოვნო შვინვისთვის და თან ცოდნას მომემატება კაცო. აი ამ ცოდნის მომატებამ დაღუპა ძალიან ბევრი მორწმუნე და დღესაც ღუპავს. გესმით? ბოლოს გამრავლდებაო ცოდნა ძვირფასებო. ხალხი ეცდება რაღაცას წაიკითხავს და ეს ამ ცოდნის დემონსტრირება მოაწყობს. ვერ აჯობებ იესოს მაინც, ამიტომ დაჭეხი შენს ადგილზე. ყველან უგახტებითო მასწავლებელი. რაღაც მაღალ ფარდოვან სიტყვებს ახეთხებე და არანაირი კომუნიკაცია და კონტაქტი უფალთან. თავისი თავის დემონსტრირება, ნახე როგორი ნაკითხი და განათლებული ვარ. ღმერთის ნება რა არის? რაში გჭირდება რომ განათლებული ხარ? ეს განათლება გადაგარჩენს? თორე კი განათლდი კაცო. ჩემი რამე გაქვს? მომრავლებულია ესეთი რამ ძვირფასებო. გესმით? პლაგიატიზმია, სრული. მოყავთ ციტატები და არ ახსენებენ ვინ დაწერა ის. მიაწერე თქვი, განთავისუფლდი.
ნებავთ ესე. და სულ არ არის ეს უფლის გეგმაში და ნებაში. ღმერთს ნებავს რომ გადარჩე. ამენ. გაუნათლებელი ადამიანი ვერ გადარჩება? ღარიბი ვერ გადარჩება? თქვა ეს ღმერთმა? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას ერთი პერიოდი საერთოდ მიატოვეს განათლება. მთავარი უფალია. უნდა იცოდე, კაცო. ცოდნემ უნდა აკეთოს თავისი საქმე და პროფესიონალი გახდეს. ავტობუსში რომლითაც მგზავრობ, ცოდნემ ძღოლი უნდა იждდეს და არა ლოთი ან უცოდინარი. გასაგებია რომ პროფესიონალი უნდა იყოს, რომელიც ქსინჯავს და სწორად გაკურნოს. მაგრამ მე ვსაუბრობ გადარჩენაზე ძვირფასებო. ღმერთს უნდა რომ გაიგო რა არის მისი ნება. ამენ. ღმერთს უნდა რომ ასრულებდე მის ნებას და შენს ნებას. უთხრა უარი, ეუბნებოდე უარს, არ ღებულობდე, ის შემოგიტევს, ის მოვა, ის შეგახსენებს თავს. ის გეტყვის რომ ნახე, ის რა კარგად რაღაცა გააკეთა, მოდი შენაც გააკეთე. და ქრისტიანები დღეს ახალ ველოსიპედს იგონებენ ძვირფასებო. საერთოდ მოწყვეტილი რეალობას. არის ღმერთის ნება, რასაც აკეთებ იმაში. ის რაც ღმერთს არ უნდა, არასაქმე არ იქნებაო. რასაც ღმერთს არა სწადდეს. რატომ ჯახირობ თუ არ უნდა ღმერთს? ამენ. ამიტომ უნდა გავიგოთ მეგობრებო რა არის ღმერთის ნება. უნდა ვიცოდეთ რა არის ღმერთის ნება. დაბრუნდე უნდა ღმერთის ნების მერიდიანზე. და აღარ უნდა იცქირებოდე იქეთ აქეთ, იმიტომ რომ ცხოვრება ისეთია, გაიძულებს გახედვას, გამოხედვას, ჩამორჩენას, ჩამოსვლას, პარალელურად სვლას, იმ იმედით რომ მერე დაეწევი და სულ დაღუპვა ეს ყველაფერი. ხო ხედავთ თანდათან როგორ რთულდება მდგომარეობა. არ ვიცით რა იქნება ხვალ. არის ეს საბაბი იმისი რომ აღარ აღასრულო ღმერთის ნება. და ვინ გაიმარჯვებს ამაში? დიდება უფალს. არ ჩამოშორდე ღრუბლის სვეტს. არ ჩამორჩე ცეცხლის სვეტს. ღმერთის ნებას ვინც ჩამოშორდა, ყველა დაიღუპა. უფალმა თქვა, ღრუბლის სვეტს მოგცემთ. უდაბნოში ძვირფასებო ის თან მათი ორიენტირი იყო და თან უჩრდილავდა პაფანაკებაში. ღამით მათი მაშუქი იყო და თან ათფობდა. და რამდენად უნდა იყო, არ ვიცი რა არის ეს, ზე განათლება თუ ბრიყვი, სიბრიყვე, რომ ჩამოშორდი ამ ყველაფერს. თუ ვერ ხედავ სიმრელეში სად მიდიხარ კაცო? ესმით? ამას ხვეწნა უნდა? აი სიმრელეში შუქი სადაც იქნება, იქ გამომყევიო, ღმერთი უნდა გეხვეწოს? ესმით? არ გინდა, ესე ვთქვათ, გაირუჯო, დაიზაგრო და მზეზე დგეხარ. მიხდით? ძვირფასებო მიაქციათ ამ ყველაფერს ყურადღება. კარგად გადახედეთ, აწონდაწონეთ. ნახეთ, რას გვეუბნება იერემია, მერვე თავი. ჰალელუია. რა ბაბუკები არიან? ნახეთ ძვირფასებო, ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო. გვრიტი მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს. ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება. მიხდით რაში არის საქმე? ღმერთმა რაც შექმნა, მათში ჩადო ინსტინქტი. და ყველა ასრულებს ღმერთის ნებას, იმიტომ ღმერთის ნება სასიცოცხლოა მეგობრებო. გესმით?
ღმერთის ნება გადარჩენა, ღმერთის ნება კურთხევა, ღმერთის ნება სიცოცხლეა. იცი, მერცხლის ბუდე მე მგონი ყველა სახლში არის. ყველა საკარმი და მოში. ყველა ეცდება რომ ხელი შეუწყოს მას. და მერცხალი არ ფიქრობს, იცი, რომ აი რამდენი მასტური შეიძლება იყოს, ხო? აი მაგალითად მელიამ რომ უთხრას რომ რა გინდა მაგ რო წვალობ კაცო, აგერ ჩემთან გვერდით გაიკეთე ბუდე. დაგიფარავ გაგათფობ. დაგიცავ რომ რამე მარ შეგჭამოს. მერცხალი არ ტყუდება და ღმერთის ერად წორდებული ხალხი ტყუდება. დღეს მსახურებაზე ეხლა დედა რა კარგი შანსი გაქვს რომ 2 კაპიკი გააკეთო. იკურთხები კაცო. არა და ღმერთის ნება რა არის? არ მიატოვო საკრებულო. ვის ნებას ასრულებ? და განა ღმერთი ვერ ხედავს თუ დღეს შენ გქონდა შესაძლებლობა კურთხევის, რომ სხვერპლი გაიღე და მოხვედი. არ აგინაზღაურებს? აგინაზღაურებს? დაგალაპარაკებს ღმერთი, ვინმეს ათქმევინებს, რომ ღმერთო რა ხდება ბაცო? მე ყველაფერი შეგისრულე და სად არის შენი დანაპირები? მიხედე შენს დანაპირებს და ავტომატურად ამოქმედება ძვირფასებო. ამენ? არ იცის ჩემმა ხალხმა, ჩემი ნება. აი როგორი სინანულია ამ სიტყვებში. არის განსხვავება გვირიტისა და ადამიანის ტვინს შორის? არის განსხვავება? ნუ არ ვიცი გვირიტი რას ფიქრობს, შენზე ჭკვიანია თუ არა, მაგრამ შენ ხო ფიქრობ რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ გვირიტზე? ყარყატზე ხო ხარ? კაი გვირიტს დავანებო თავი. ყარყატზე ჭკვიანი ხო ხარ მაინც კაცო? ამენ. იმანიცის ღმერთის ნება. ჰალელუია. უთხარი შენს გვერდით ვინც ის რომ მე უნდა ვაჯობო ყარყატს. იცი ყარყატის ერთად რა დანახული გაქვს? ჰალელუია. კება უფალს. ვინ არის სისუფლის ნება? ვინც სიტყვას არ ასრულებს. იმიტომ რომ ვინც იცის რა არის ღმერთის ნება, ის დაიწყებს სიტყვის შესრულებას ვირფასნო. ჰალელუია. ვინ არის სისუფლის ნება? წინა კვირას ვილაპარაკეთ სიცრუეზე. ვინც ცრუობს, იმან არ იცის ღმერთის ნება რა არის. გესმის? ვინც ცილის მწამებლობს, ჭორიკნობს, ქურდობს, ზარმაცობს, ჯიუტობს, შეუძლებელია იცოდე ღმერთის ნება და ჩაგითრიოს ამ ყველაფერმა, თორე ადვილია ამის გაკეთება. ეს ხორცს უადვილდება და სიამოვნებს. გესმით? ვირმა იცის რომ ჯოხი მოხდება, მაგრამ აი ჯიუტია. რა საინტერესოა რა? ვინც არ პატიობს, იცის ღმერთის ნება? ვინც ამპარტალნობს და თავნებობს, შურს, შუხს აღვივებს, მეგობრებს აშორებს. საიდან იცის ესეთმა ღმერთის ნება? ეს ეშმაკის ნება ძვირფასებო. ამენ? ღმერთის ნება არასოდეს არ არის დაყოფა, დანაწევრება. ეშმაკის ნება განხეთქილებები. ამიტომ იცოდე რა არის ღმერთის ნება. არ გაერიო მე ამბოხებში სიტყვა ამბობს. ამიტომ ეშმაკს უნდა ცოდვა ჩაგადენინოს. ამიტომ ცოდვა არის ჩამოშორება ღმერთის ნებაზე. ეშმაკი ძალით ვერ გაგაკეთებინებს ცოდვას, ვერ ჩაგადენინებს, ვერ გაიძულებს. მას შენი ნების თანხმობა ჭირდება და ძალიან კლასიკურად გაცდუნებს ამაში. ეტაპობრივად, ნელ-ნელა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გველი ელვასავით არ ბრუხუნებს. ამენ? ის მოსრიალებს ისე რომ არც იცი სად არის. ესე მოდის ცოდვა. ცოდვა ზღუდეს აშენებს შენსა და ღმერთს შორის და რაც არ უნდა თხოვო,
ეხვეწო, ემუდარო, ევედრო და ილოცო, ლოცვა მარხვით, არ მოგისმენს. იცით რატომ? თქვა უფალმა, მოდით ნახოთ ეს ადგილი და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ადგილი. იოანეს მე-9:31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს ღმერთი. ძვირფასებო, გინდათ ღმერთმა მოგისმინოთ? გინდა ღმერთმა მოგისმინოს? შეწყვიტეთ ცოდვა. ამენ? ის მოусმენს, ვინც მის ნებას ასრულებს. არ მოусმენს, ვინც სოდავს. აი შენი ნება რა არის ახლა? მოусმინოს ცოდვას თუ ღმერთს მოусმინოს? ღმერთი პირობას დებს შენთან, რომ მე მოგისმენ, თუ შენ არ მოусმენო ცოდვას. ამენ? ის გპირდება. წინა მსახურებაზე ვთქვით ხო გამოსვლიდან. ღმერთი კაცი არ არის რომ იცრუოს. ადამიანი ტყუის, ღმერთმა რაც თქვა, ის ყოველთვის ასრულებს. ის არ მოგისმენს თუ ცოდვაში დარჩები და გააგრძელებ, მაგრამ მოგისმენს თუ მამის ნება შეასრულებ. ამენ? ამიტომ უნდა გავიგოთ ძვირფასებო რა არის მამის ნება. ამენ? უბრალოდ ზედაპირული ცოდნის დონეზე ცოდნა არ არის საკმარისი. ჰალელუია. ეშმაკმა ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ საკუთარი ნების შესრულება ხანდახან არ არის დიდი ცოდვა. გესმით? და ამიტომ ასრულებს თავის ნებას ეშმაკი ადამიანი პარალელურად ღმერთის ნებისა. ცოტა შეიძლება კაცო. ერთი თუ, იცი, ღმერთის ნების შემსრულებელი, საერთოდ მსახური ხომ უნდა იყოს ღმერთის ნების შემსრულებელი. ეგრეა? რისი მსახური ხარ თუ ღმერთის ნებას არ ასრულებ? მაშინ შენს ნებას ასრულებ. ო, ცოტა შეიძლება, ხანდახან რა უჭირს მე კაცო. მეხტეთ, აი საიდან იწყება ყველაფერი? საიდან შეიძლება რომ შემოძვრეს? მოუნანიებლობა თანდათან უსმინრობას ჩამოაყალიბებს. ნახე, ესე ვთქვათ, მეხი არ დამეცა და ჰალელუია, ღმერთო, ახო მოვედი აგერ ვარ კაცო. არანაირი მონანიება, არანაირი აღიარება, ეს ურჩობას ჩამოაყალიბებს, გაუგონრობას ჩამოაყალიბებს, დაუჯერებლობას და თავაშვებულობას. და მე ვეღარ შეძლებ ღმერთის ნების ასრულებას. გახსოვთ 28-ვე თავი მეორე რჯულის ვიფასებო. იქ არის სადღაც 70 თუ ზუსტად არ მახსოვს რამდენი მუხლია, ბევრი მუხლია. ამათგან სადღაც 10-მდე არის კურთხევაზე და ყველა დანარჩენი წყეულებაზე. გესმით? და ნახეთ, რა მარტივად არის ახსნილი იქ ყველაფერი ძვირფასებო. კურთხევას ღებულობს ის, ვინც ემორჩილება ღმერთის ნებას და წყეულებაში არის ის, ვინც ასრულებს ეშმაკის ნებას. გესმით? აი მთელი მსოფლიოს საუკეთესო მსახურებმა ხელი რო დაგასხას და ილოცოს კურთხევისთვის. ღმერთი არ გაკურთხებს თუ ურჩი ხარ. გესმით? იმიტომ რომ კურთხევა მორჩილებიდან მოდის და არა ხელდადებიდან. სურვილი მაქვს რომ იყო კურთხეული, მაგრამ თუ ურჩი ხარ ძვირფასო, ვერ იქნები კურთხეული, წყეულებაში ხარ მაშინ. და თელმა მსოფლიო მილიარდობით ადამიანმა ამბობენ 8 მილიარდს მიაღწიაო მსოფლიო. წყევლოს თუ ღმერთის მორჩილი ხარ, ღმერთი კურთხეულს გამოგიყვანს. ამენ. ამიტომ წერია იქ, ამას თუ გააკეთებ, იქნები კურთხეული, თუ ამას არ გააკეთებ, ვერ იქნები მაშინ და შენი ნება წვეთს. ღმერთი კი არ გაკურთხებს. ეშმაკი კი არ წყევლის. შენი ნება, თანხმობა წვეთს. მიიღო ღმერთის ნებისამებრ კურთხევა, თუ ეშმაკის ნებისამებრ წყეულება. შენი ნება გადამწყვეტია. ამენ. შენ რომელშიც ჩადო უფალმა თავისუფლება. აი ამიტომ ის ამბობს, რომ შენ უნდა დამეხმარო მე რომ გაკურთხო. ამენ. ეშმაკი გატყუებს რომ გაკურთხებ.
მაგრამ მას ეხმარები რომ დაიწყევლო და მინდა მიაქციოთ ამას ყურადღებას ვიფასებო რომ არაგერიოთ ერთმანეთში ჰალელუია რა არის ურჩობა ეს არის ეშმაკის ნების შესრულება მეტი არაფერი შენ ღმერთს კი არ ეურჩები შენ კი არ ამბობ რომ ღმერთი აღარ მინდა აღარ დაუჯერებ რანაირი ღმერთია გიყვარს მაგრამ ემორჩილები ეშმაკის ნებას გესმით ეშმაკის ნების შესრულების შედეგი არის წყეულება რომაელთა 12-ის მეორე ნუ მიესადაგებით ამ წუთის ოფელს არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება კეთილი სრულყოფილი და სასურველი ძვირფასებო მე მინდა რომ ჩვენ უკვე პირდაპირ და კონკრეტულად ჩამოვყალიბდეთ რა შორიდან რომ არ მიმოვიაროთ რომ კარგად გავიგოთ რას ნიშნავს რომ ღმერთის ნება კეთილი სრულყოფილი და სასურველი ის რომ შენი და ჩემი ნება ჩვენი ნება არ არის კეთილი ამენ არ არის სრულყოფილი და არ არის სასურველი არამედ ღმერთის ნება კეთილი სრულყოფილი და სასურველი შენთვის ამენ აი ეს კარგად გაგაგებინებს რომ რატომ არის ღმერთის ნება კეთილი სრულყოფილი და სასურველი რატო არ უჯერებენ გონიათ რომ რასაც აკეთებენ ეს სიკეთეს მოუტანს მათ ეს ყველასთვის სასურველი იქნება გესმით მე შეიძლება ვეცდები რომ ვიღაცისთვის რაღაც სასურველი გავაკეთო მაგრამ ხომ არ ვარღვევ ღმერთის ნება სურვილს გესმით არის ეს ღმერთის ნება ამიტომ აბსოლუტური ორიენტირი ჩვენი უნდა იყოს ღმერთის ნება ძვირფასებო არის ღმერთის ნება რაღაცას ვაკეთებ აი ამ გზაზე ვდგევარ ახლა ღმერთის ნება და აუცილებლად მოგეხმარება შენი სინდისი თუ არ არის გენჯნას დაგიწყებს თუ სწორია შენ გექნება სილაღე შინაგანში ჰალელუია და იქნები თავისუფალი მოდით ნახოთ დერეკ პრინსის ძალიან საინტერესო მოსაზრება ძვირფასებო წერან გამოანათა მაგრამ დღეს ქრისტიანები ეძებენ არა ღმერთის ნების შესრულებას არამედ მისი დახმარებით საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ეს ცდუნებაა და მე ვეთანხმები გენიალურია ამენ ამასინათ ლოცვით სახურებაზე ვთქვი 4 შაბათს ფაქტიურად ლოცვის არსი იცით რა არის ძვირფასებო აი რაღაც მინდა და ვითხოვ გასაგებია მაგრამ ღმერთო მე ვარ მზად რა პასუხიც არ უნდა გამცე დაგეთანხმები აი რა არის ნამდვილი ლოცვა ამენ იმიტომ ჩვენი ჭკვით არ დადის ღმერთი ჰალელუია მან იცის მე რა მჭირდება და ის რაც მე მჭირდება შენ არ გამოგადგება შენ რაშიც საჭიროებ ჩემთვის არ იქნება ის სწორი ამიტომ შეწყვიტე ესე ლოცვა რაღაც ეს უნდა გავაკეთო ღმერთო როდესაც წარს დგები ლოცვაზე უთხარი უფალო დასაწყისივე ვაღიარებ რომ როგორი პასუხიც არ უნდა გამცე მე მაინც მადლიერი ვარ შენი მე მაინც ქებას მოგიძღვნი აი რა არის დასაწყისი ძვირფასებო რომ გაგიხსნას კარები სწორმა პოზიციამ უფალთან ამენ უფალი არ არის ესე ოფიციანტი რომ შეუკვეთე და ზუსტად ის მოგიტანა ან ხარ კმაყოფილი ან არა ღმერთმა შენზე უკეთ იცის რა გჭირდება და როდის ამენ ამიტომ ფრთხილი უნდა იყო ამ სიტუაციებში და როგორც რომაელები მოდით ისევ ვნახოთ ეს მეორე მუხლი გონება შეცვალე რომ სხვანაირად იფიქრო ამენ რომ გაიგო რა არის შენთვის სასურველი იმიტომ რომ ის რაც გონია რომ სასურველია შეიძლება დაგღუპოს თუნდაც იმიტომ რომ დრო არ არის ამისი ქსურს შეიძლება სურს ბავს რომ შენთან ერთად წაიღოს ერთი ტომარა იქ თქვა სიმინდი ან თხილი აიტანოს სახში
სურსმა სასურველია მისთვის, მაგრამ დაგუპავს. ამენ. და ბევრი შეიძლება რომ ამაზე ვილაპარაკოთ, მოდით გავაგრძელოთ. თუ დაიწყებ და გინდა მისი ნების შესრულება, თუ ძებნას დაიწყებ მისი ნების, მაშინ შენს ნებას უნდა უთხრა უარი. ამენ. შენს ნებას უნდა უთხრა, დამთავრდი, კარგად იყავი. მორჩა. ზოგჯერ ღმერთი ჩვენს გეგმებს ამსხრევს ძვირფასებო. და უბრაზდებით. რატო ჩაიშალა ჩემი ჩანაფიქრი? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ შემოსაზღვრულად, მაგრამ ღმერთი მთელ დიაპაზონს გასცემს და აკონტროლებს. და მან იცის რომ ეს გეგმა დაგღუპავს და ამიტომ გინგრევს. ილუსტრაციაც გვაქვს. ზოგჯერ ღმერთი ანადგურებს შენს გეგმებს, მხოლოდ იმიტომ რომ მან კარგად იცის ეს გეგმები გაგანადგურებენ შენ. ამიტომ უნდა იყო მადლიერი ყველაფრისთვის. აი ამიტომ გვეუბნება უფალი, მადლიერი იყავი ყველაფრისთვის. რაცა ღმერთს არ ასწადდეს, არა საქმე არ იქნების. არ გამოვა მაინც, ნუი ხარჯები, ნუი ფლანგები. ტყუილად მიყევი რა არის ღმერთის ნება, ეტაპობრივად. მან იცის დრო რამდენია საკმარისი შენთვის. ამენ, რომ მიგიყვანოს ფინიშზე. ნუ უყურებ, აი ის ადრე მივიდა, იმას ის ჩამორჩა, ეს არ არის შენი პრეროგატივა. უფალმა იცის ყველაფერი და სწორად რომ მაგას რო ღმერთის ნება მოგიწევს ძალის ხმევა, იმიტომ ეს გაგაზლიერებს და მოგიწევს სხერპლის გაღება. ამენ. ღმერთის ნების აღსრულებისთვის ღმერთი მოგთხოვს სხერპლიანობას და არა მხოლოდ ფინანსის, ყველაფრის. იმიტომ უნდა მას, რომ ჩვენ ვისწავლოთ მსხვერპლიანობა და დავემსგავსოთ მას. ვიფასებო ქრისტიანობა მსხვერპლიანობა. უფალმა მსხვერპლი გაიღო, რომ შენ აქ თავისუფლად იჯდე აქ და ისმინო, ისწავლო ღმერთის ნება. ყველაზე საუკეთესო მსხვერპლი გაიღო ღმერთმა. ამიტომ რომ აღასრულო ღმერთის ნება, აუცილებელია, რომ მოემზადო მსხვერპლიანობისთვის. ჰალელუია. ჩარლზ სტენლი, ნახეთ რა კარგი გამონათქვა მეაქვს, რომ ღმერთის ნება ეს არის მისი გეგმა, ეს არის მისი დავალება, ეს არის მისი ერთგვარი ბრძანება. ღმერთს უნდა რომ შენ და ჩვენ ვენდობოდეთ მას და ვიყოთ მორჩილი. გესმით? ღმერთს უნდა რომ ენდობოდე და მორჩილი იყო. ენდობი ღმერთს. ნახეთ ძვირფასებო, რომ ხედავდე რაღაცას, ადვილად მიენდობი. ღმერთი ამიტომ თავის თავსაც არ გვიჩვენებს, რომ რწმენით ვენდოთ. რომ მორწმუნეები ჭირდება უფალს. რწმენა თუ არ გავს, ვერ იხილავ ღმერთს. ამენ. ჩვენ მორწმუნეები ვართ. ქება უფალს. ჰალელუია. ჰალელუია. ბოლომდე მომთმენი გადარჩება. ამენ. ვიცით, გვიყვარს ეს მუხლი, რომ ბოლომდე მომთმენი გადარჩება? გინდა გადარჩენა? გადარჩენა გინდა? ბოლომდე უნდა მოითმინო. გაქვს მოთმინება? თხოვ უფალს მომეცი მოთმინება? თხოვ? ნახეთ, ძვირფასებო მოთმინება არ არის აი დახლზე პური რო იყიდო. ან ორცხობილა, ან კამფეტი. იცით, მოთმინება რომ მოგცეს ღმერთმა, მოგცემს ისეთ რაღაცას, რომელიც გამოიმუშავებს მოთმინებას. აი, მე იმდენს მეფერებია. იცით, თუ კარგად გეპყრობიან, გაგიძლიერდება მოთმინება? ვერა, ცუდად უნდა მოგეპყრონ. აბა როგორ გასწავლოს უფალმა მოთმინება? ეხლა არ თქვა რომ აღარ თხოვ ღმერთს რომ მოთმინება მომასწავლოს. იცი, როგორც არ უნდა მოგეპყრონ, თუ ღმერთის ნებას ეძებ და ასრულებ. ღმერთი მოგცემს ძალას რომ მოითმინო. ამენ. ღმერთი მოგცემს ძალას. ამიტომ ნუ გიკვირს თუ ვინმე ცუდად იქცევა შენ სირგვლივ. შენი მოთმინებისთვის ხდება ეს ყველაფერი. ამენ. იმას ვუყვარ ვარ. ღმერთო ვეღარ ვითმენ, ისე ვუყვარ ვარ. ეს მოთმინებას არ გაგიძლიერებს. ამენ.
შენ თუ გინდა გახდე ოლიმპიური ჩემპიონი შტანგაში, ტალახაძესავით. 5 კილოიანი კი არ უნდა აწიო და მასზე ივარჯიშო. ამენ. თუ გინდა მოთმინება ასწიო, ძალიან ცუდი მოპყრობა უნდა გამოიარო და ამის შემდეგ ისწავლი მოთმინებას. ამიტომ უთხარი უფალო, უფრო უარესი გააკეთე ჩემს ირგვლივ. თავარია მე მოთმინება ვისწავლო, იმიტომ რომ ბოლომდე მომთმენი გადარჩება. ვერ გადარჩები და თუ გინდა გადარჩენა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ გეპყრობა. ამენ. რა მნიშვნელობა აქვს როგორი მეზობელი ხავს. სახლის წევრიაო კაცის მტერი ესო გითხრა. იცი რატომ არის? გუშინ უყვარდი და დღეს ძულ ხარ. მოთმინება რო გასწავლოს. ამიტომ რომ ამის გარეშე ვერ გადარჩები ჩემო გარკვეულ. ამენ. ამიტომ არ ვიცი თუ გინდა ეხვეწე ხალხს რომ ცუდად მოგეფროს. შეგიძლია არა. მაგრამ უფალს უთხარი ნებისმიერი ხერხი, ოღონდ მე მოთმინება მასწავლო უფალო. არ მაინტერესებს. ჰალელუია. ღებულობთ რამეს დღეს ვირფასებო? კიდე მოთმინება კონდეს? გაბედა უთხრა ღმერთს მომეცი მოთმინება? ქება უფალს. მეუძღველი ღმერთს დიდება. ამენ. ის მომთმენი ღმერთია. იცი ყველაფერს რომ დავიდავანებოთ, რატო არის ღმერთი მომთმენი? გითხრათ? გაგახაროთ? შენ რომ გითმენს. აი წარმოიდგინე, უცებ ზუსტად შენნაირი შენს გვერდით. ამიტომ შენ ხო თლიანად შენს შინაგანს არ ავლენ ყველასთან, შენ ხო იცი ვინ ხარ. შენნაირი მოუთმენდი შენნაირ ზუსტად. ამენ. აი როგორი მომთმენია ღმერთი. ამიტომ დაემსგავსე მას. იცი, ეს არის ღმერთის ნება. ამენ. ეს არის ღმერთის ნება, მოდით ნახოთ ადგილი ვიფასებო. მოთმინება გესაჭიროებად, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. გჭირდება. შენ გონია რომ მანქანა გჭირდება. შენ გონია რომ რაღაც გჭირდება, კარგი ხელფასი, კარგი ტელეფონი გჭირდება. არ არის ცუდი თუ ეს გინდა და ელოდები. ამენ. შეიძლება ფიქრობ რომ მეუღლე გჭირდება. მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა გჭირდება? მე აღარ გავაგზელებ სიას. მოთმინება გჭირდება. ამენ. და თუ ისწავლე მოთმინებას, ვერ წარმოიდგენ საიდან მოჩოჩდება ეს ყველაფერი შენთან. ამენ ვიფასებო. ნახეთ, მე მგონი სმით ვიგზვორტი ამბობს. დიახ, ადამიანი რომელიც მიზნად დაისახავს ღმერთის ნების შესრულებას, დიდი მოთმინებით უნდა გამოირჩეოდეს. კიდევ ღმერთის ნება შეასრულო. ისწავლე მოთმინება. მოთმინება ისწავლე, უთხარი ღმერთო, მაპატიე რომ მოუთმენელი ვიყავი. სულ მოკლე, სულ უხსარი. ამენ. მასწავლე მოთმინება. მინდა მომთმენი ვიყო. იმიტომ რომ ჩემი მიზანია შენი ნების აღსრულება ძვირფასო. ამენ. ამიტომ უნდა აირჩიო. არჩევანი უნდა გააკეთო. იცი, როდესაც ღმერთი ხედავს რომ შენ მის ნებას ასრულებ, ის გეტყვის რომ მე შეგისრულებ შვილო რაც გინდა. ამენ. მაგრამ თუ ღმერთის ნებას არ ასრულებ, ბოლოს ძალიან სამწუხარო ინფორმაციას გაიგებს ის, ვინც ღმერთის ნებას არ ასრულებს. კლავ ლუის აქვს ძალიან კარგი ნათქვამი. არსებობს ორი სახის ადამიანი. პირველი, ვინც ღმერთს ეუბნება იყოს შენი ნება და ვინც არ ასრულებს მის ნებას, იცი ღმერთი რას ეთქვის? მაშინ შენ რო გინდა ისე იყოს და რა უნდა ადამიანს? იღუპება თავისი ნებით. ამენ. არა თქმევინო ღმერთს, რომ იყოს მაშინ რაფერს გინდა. საზოგადოებაში ჩვენებურად რო ვთქვათ, არ გინდა, ნუ გინდა ბიძია. ცუდი წყევლა, კისერი გიტეხია. ამას ნიშნავს ეს. აღასრულე ჩემი ნება.
ისწავლე მოთმინება და ყველაფერი კარგად გექნება. თუ არა და მაშინ შენი ცხოვრება დღეს თუ არ მოგწონს შენი ნება და თუ გინდა რომ შეიცვალოს უარი უთხარ შენს ნებას და ღმერთის ნებით დაიწყო ცხოვრება. ამენ. შეეცადე და ღმერთი მოგეხმარება. ხება უფალს. ხება უფალს. ამენ. იესომ ესეთი იგავი მოგვიყვა ძვირფასებო. ერთ კაცო ორი შვილი ყავდა. უთხრა ერთს, წახვალ ვენახში სამუშაო. ანუ შვილო არის შენი ნება რომ წახვიდე და იმუშაო ჩემს ხანაში. და მან უთხრა კი მამა წავალ. და ბიბლია გვეუბნება არ წავიდა. იმიტომ რომ მისი ნება არ იყო, მამის ნება იყო ყანაში წასვლა. მისი ნება არ იყო, გესმით? მისი ნება რო ყოფილიყო, არ ეტყოდა მამა წადიო. იმიტომ ხორცის ნება სიზარმაცია. პირობის მიცემა და არ შესრულებაა ხორცის ნება. გესმით? რამდენჯერ დაპირებულ ხარ ღმერთს რომ შეიცვლები? აღარ გაეწვდი ხელს ტელეფონისკენ, რომელიც დროს გპარავს. და მხედველობას და დაბალანსებულ ფსიქოლოგიას და კიდე ბევრ რამეს. მაგრამ მე მეორეს უთხრა, შვილო, ჩემი ნება რომ წახვიდე ჩემს ვენახში და იმუშაო. და ის გულწრფელი იყო, უთხრა, არა მამა, ჩემი ნება არ არის რომ წავიდე. და ბიბლია ამბობს, ინანა. და მე წავიდა. ამენ. და უფალი ამბობს, ძვირფასებო, რომ მამო ორიდან, რომელმა აღასრულაო მამის ნება. გესმით? ვისი ნებას არ იყო, მაგრამ მის ნებას უარი უთხრა. და წავიდა და მამის ნება აღასრულა. ამენ. მამას შეეძლო ძალით გაეგდო. დამუქრებო და ეთქვა არ გაჭმევ პურს თუ არ წახვალ. ამას არ მოგცემ, ამას არ გაგიკეთებ. მაგრამ შენი ნებით უნდა აკეთო. ამენ. შენი ნებით უნდა აკეთო. ჰალელუია. ხება უფალს. ჩემი ნება არ არის, რასაც ღმერთი მეუბნება მეგობრებო. გესმით? ძალიან ბევრი რამე არ არის ჩემი ნება. მაგრამ მინდა ღმერთის ნება აღვასრულო. ამიტომ ვითმენ რაღაცებს. და ეს მასწავლის მოთმინებას. ნუ ელოდები რომ ხალიჩებს გაგიგებენ და ისე მოგეხმარებიან რომ ღმერთის ნება აღასრულო. იცის უფალმა რა შეგცვლის შენ მოგდრექს. მას შეუძლია ძალით ერთი ხელის მოსმით გაგანადგუროს. რომ აღარ ებლატაო რა. მაგრამ უნდა შენი ნების თანხმობა იყოს ამაში, რომ ყველას დაანახოს. ამენ. ვაი თუ ძლიერი მოუწია მას შემოქნება ამ ხელის. ისე რომ სული გააგძვრეს, არ უნდა ეს მას. როდემდე უნდა ასრულო შენი ნება. ვის ეკადნები და ვინ ახარ ესეთი? მე ესე გამიკეთეს. ვინ ხარ რომ არ გაეკეთებინათ? ესე შენთვის. იმაზე რომ აპელირებ ესე გაგიკეთეს. იმას რატო არ ამბობ, იესომ რა გაგიკეთა? რა გაგიკეთა უფალმა? შეიძლება რამემ გადაწონოს ჯვარცმა შენთვის? ჩემი ნება არ არის. დაგუპავს ეს შენი ნება ბოლოს. გაგაამპარტავნებს, გაგაამაყებს.
მოგაშორებს ორბიტას ღმერთის. ამიტომ ისწავლე რაღაც დღეს. გესმით ძვირფასებო? ჩემი ნება რო ყოფილიყო, უფრო მშვიდი ცხოვრება მექნებოდა. პრობლემები კი არა მაქვს, მაგრამ უფრო სხვანაირად ვიქნებოდი. იესომ თქვა, მიატოვე ყველაფერი და გამომყევი. აი რა არის ღმერთის ნება? ვერ ვტოვებ. რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო სამეფო? ესქენი იესომ უთხრა, ვაკეთებო დაბადებიდან. მაშინ გაყიდე ყველაფერი. არ არის ხორცის ნება ამის გაკეთება. ხორცის ნება რა არის პირიქით? მოიპოვოს, მოიმატოს, გესმით? უფრო მეტი ქონდეს. სად მიგავს ეს ყველაფერი მე? მასთან თანამშრომლობით, შეთანხმებით და ჰარმონიით, საოცარი კურთხევა და აბსოლუტური სიმშვიდე. და არა ფორიაქი. და ამასაც შევეხო მინდა აუცილებლად. ამ ფორიაქებს. რაც იყო, იმას უკვე ვეღარ შეცვლი და დავანებოთ თავი. ღმერთი ელოდება, რომ შენ დღეს აქედან ისეთი პიროვნება წახვალ სახში, რომელიც გაანალიზებ და ეტყვი, დამთავრდა. დღეს 15 თებერვალს 2026 წლის ჩემი ნება. უფალო შევდივარ შენს ნებაში. გინდა ეს? რომ არ ვიყო ძვირფასებო, იცით რა, აი კინოთეატრში მისული დამსწრე რაღაცა, გვასეირა დღეს პასტორმა. ან რაღაც დამბურძგლა დღეს, არა. ამისთვის არ არის ეკლესია. საავადმყოფო არ არის იმისთვის, რომ იქ ეფერებოდეს ექთანი პაციენტს. საავადმყოფო განკურნებისთვის არის. და სანამ შენს ნებაზე ხარ ჩაჭიდებული, ვერ მიიღებ განკურნებას ღმერთის. ვერ ჩინაგანს და ვერც გარეგანს. მის ნებაში შესული მიიღებ განკურნებას. მხოლოდ მასთან. მარტო სიტყვა, მინდა შენი ნება არ არის მთავარი ძვირფასებო. საქმეა, ნახეთ, რა არის შემდგომი ციტატა ფაქტიურად ბიბლიიდან, იესო ამბობს. ყველა ვინც მეუბნება უფალო ვერ შევა სამოთხეში, სამეფოში, სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. გინდა აღასრულო მამის ნება თუ შენი nebაც გინდა რომ იყოს იქ? პირველი პეტრე მეოთხე თავი. ნახეთ რა კარგ რაღაცას ამბობს პეტრე ძვირფასებო. სხეულში დარჩენილი დრო განვლოთ, არა ადამიანური გულისწყობით, არამედ ღვთისნებით. მოდი ჯერ მეორე მუხზე ვიფიქროთ. დარჩენილი დრო რას ნიშნავს? შემომხედეთ აქეთ. რამდენი დაგვრჩა სიკვდილამდე, ხო? სიკვდილი არავის არ გვინდა, მაგრამ ვიცით რამდენი დაგვრჩა? ვინ იცის რამდენი დარჩა? არა. ჩვენი დაიგო 86 წლისა. ჰალელუია! ღმერთმა ყველას მიგვაღწევინოს, რომ 86 წლის ვიყოთ ეკლესიაში. არ იცის რამდენი დარჩა? უნდა კიდე. ამენ? ჩვენც ხო გვინდა? იყოს. მაგრამ რაც იყო დავანებოთ თავი. არ ვიცით რამდენი დაგვრჩა და რაც დაგვრჩა აღარ განვლოთ ჩვენს ნებაში, ღმერთის ნებაში განვლოთ, არა ადამიანური გულისწყობით. ამენ? განა ჩვენთვის ისიც არ არისო საკმარისი მესამე მუხლი, რომ წარსულში წარმართანებისამებრ ვიქცეოდით? აი მისი ნებით ვიქცეოდით. თუ დღეს აღარ ვაკეთებთ ამას, გარყვნილებაში, გულისწყმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში, საზიძღარკებთა ყოლემსელობაში ატარებდით. ესეთი ვიყავით ყველა. აქცია შეიძლება გაგრძელდეს. შეიძლება საშინელებებს ვაკეთებდით ღმერთის თვალში. მაგრამ შევწყვიტოთ ჩვენი ნება. ამენ. ძაღლიო, ნარწყევს უბრუნდება ისევ. დაბანილი ღოლი ტალახში მიდის.
დატოვეს შენი ნება, დაგუპავს. უფალი ამბობს, გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. შეიძლება სახლში ვინმე იმდენად არ არის დამნაშავე, რომ არ არის გადარჩენა, შენ ხარ. კი, აიღე მუხრუჭზე ფეხი, ტორმუზზე. ხა ჩვენ ესე ვართ მიჩვეული, მაგრამ ეს ხელის მუხრუჭი, კაცო, ჩაწიე. და მიეცი ღმერთს, რომ მისი ნებით იმოქმედოს. ამენ. ნუ აბკოლებ. ჩვენ დაგვჭა რაღაც დრო. არ ვიცი ძვირფასებო რა იქნება ხვალე. აღარ განვლოთ დარჩენილი დრო. დღეიდან დაწყებული ჩვენი ნები. ამენ. მომყვებით მეგობრებო. მიატოვე. როგორ გითხრა სხვანაირად უფალმა? თუ უფლის არ გესმის, სულიწმინდით ახსნილი, მე ვინა ვარ რომ კარგად გაგაგებინო? ამენ. შეიგნე და უარი თქვი ყველაფერზე. ამენ. ღმერთი აღასრულებს თავის ნებას, ამიტომ შეწყვიტე ყოველგვარი ფორიაქი. ამენ. ზოგჯერ ესეთი ისა ვართ, ნუ აფორიაქებული არ შესულდა რაღაც რაც მქონდა გეგმაში. ამით გიჭერს ეშმაკი. იცი, ღმერთი ყველაფერს აამუშავებს, რაც მისი ნება. და მის დროზე. შენ ნუ აჩქარებ. აბსოლუტურად. და როცა რაიმე გემართება, მოხდა რაღაც, ხო შენ ცხოვრებაში. ნუ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ხო ცუდად მოგეპყრენ, ვისგანაც არ ელოდებოდი, ზურგში დანა ჩაგარტყეს, იღალატეს, გაგჭორეს, ცილი დაგწამეს, არ ვიცი მოგპარეს. ნუ ნებისმიერი რა. ვიდრე დაიწყე ფიქს ან რაღაც გეგმებს ანგარიშწორების, ღმერთს კითხე. ღმერთს ხო შეეძლო, რომ არ მომხდარიყო ეს შენ ცხოვრებაში. შეეძლო? რატომ დაუშვა? და ხშირად ლოცულობ რაღაც სიტუაცია, ეს როგორ ცუდად მეპყრობა. ღმერთო შეცვალე რომ აღარ მომეპყროს ესე. და გაიგე რომ ღმერთს მის შეცვლას კი არ გთხოვს ღმერთი. შენ შეცვლას ელოდება ამ ცუდი ვითარებიდან. ამიტომ კითხე ღმერთს, კაცო, ხომ შეიძლება არ მომხდარიყო ეს ჩემ ცხოვრებაში? მოხდა? მითხარი რა გინდა უფალო. ამენ. გრძნობ ღმერთის სიყვარულს. როგორ უნდა, რომ ისევ გულში ჩაგიკრას. გელოდება იმ მამასავეთ. მაგრამ შენი ნება უნდა იყოს იქ, რომ კი მამა, მე მინდა ვიყო შენთან. და აღარ მინდა ამ ძველებური ცხოვრების ცხოვრება. მომბეზრდა და მომწყინდა. ჰალელუია. ისწავლე ლოდინი. ისწავლე პატიება, ისწავლე მადლიერება, ისწავლე სიხარული და ღმერთის გამდიდება. სვით ვიგზურს აქვს ნათქვამი ძვირფასებო. თუ შენ ეძებ ღმერთის ნებას, ის აუცილებლად დაგაყენებს სწორ ადგილზე, სწორ დროს. შენი საქმე არ არის ეძებო სწორი ადგილი და სწორი დრო. ამენ. შენი საქმეა ეძებო მისი ნება. და ის თავისი რომ არ ელოდები მაშინ, დაგაყენებს სწორ ადგილზე და სწორ დროს. სადაც ხარ, არის ღმერთის ნება. გესმის? თუ არ არის, უთხარი უფალს, რომ დაგაყენოს, დაგაბრუნოს, ან მიგიყვანოს. ჰალელუია. ძვირფასებო ყველაზე დიდი, აი როგორც ფეხბურთში არის კვანტი, ჭიდაობას რა უნდა კვანტის გამოდვა უნდა თუ როგორ არ მახსოვს. გამოკრა უნდა. ზაური მოჭიდავეა, იყო პროფესიონალი, კიდე ვინმე იყო აქ მოჭიდავე, არის? შენაც ჭიდაობდი? დები ხო არ იყვნენ მოჭიდავეები? თუ მარტო ოჯახში ხართ მოჭიდავეები? ყველაზე დიდ კვანტს იცი რა გვიდებს ვიფასებო ჩვენ? რომ ვეცემით. ეშმაკი კი არა. თავისუფლება. მე თავისუფალი ვარ კაცო. რაც მინდა იმას გავაკეთებ. გესმით?
აი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ჩვენი. უფალმა იმიტომ გითხრა თავისუფლებას გაძლევ, მაგრამ ეს თავისუფლება არ გახდე საბაბი ისევ ჩავარდე ცოდვაშიო. ამიტომ როგორც კი გაგვან თავისუფლა ღმერთმა, მოგცა თავისუფლება ეშმაკის უღლიდან, არ დატოვო შენი კისერი თავისუფალი ეგრევე იესოს უღელში შეყე. ამენ. იმიტომ ის მსუბუქია მჩატია და ის სასიამოვნოა. ის მოგეხმარება ყველაფერში. ჰალელუია. 153 მეათე. შენი ნების შესრულება მასწავლე. ამენ. აი რა უნდა უთხრა უფალს. ჩემი ნება ვიცი, ტრადიციის ნება ვიცი, ხორცის ნება ვიცი, ხალხის ნება ვიცი, რაც მინდა ვისწავლო. შენი ნება არის და მასწავლე. თუ გინდა რომ იყო მოსწავლე მისი და მოწაფე. ჰალელუია. ღმერთის ნება ძვირფასებო რა არის? ბოროტს არ უპასუხო ბოროტებით. აი ამიტომ თქვა რომ მეორე ლოყა მომიშვიდე. რო გიკეთებენ ბოროტს, ნუ ნერვიულო. ღმერთი აკონტროლებს სიტუაციას. შენ შესაძლებლად ხდება ყველაფერი. ამენ. ეს იმას არ ნიშნავს რომ სადაც ვეძებოთ სადაც ჩხუბია დავა შევძრეთ იქ და მოგვაყენონ შეურაცხყოფა და ჩავატაროთ ექსპერიმენტი როგორ მიუშვერთ მეორე ლეყას. არა, ღმერთი არ არის ესეთი. მაგრამ სიტუაცია თუ იქნება ისეთი რომ და სავალდებულო ისიც არ არის რომ ფიზიკურად გაგაწდა მცილა. თუ შენ გძნობ შეურაცხყოფას, მეორე მიუშვირე. ამენ. პეტრე გვეუბნება საოცრად ძვირფასებო მეორე თავის 15-ში ნახეთ, რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება. სულ ბოროტებას მიკეთებს კაცო. არ ბეზრდება? შენ სულ სიკეთე უკეთე. არ მოგბეზრდეს. ამენ. გიკეთოს ბოროტება, შენ სიკეთე უკეთე. არ ბეზრდება? არ მოგბეზრდეს. ამენ. გააგრძელე და აკეთე. ჰალელუია. საოცარია მე-16 მუხლი მე სახში კარგად წაიკითხეთ. ამენ. უფალი სასწაულებს ამბობს იქ და არ მინდა ახლა დრო დავკარგო. იკითხე ბიბლია. ნახეთ რას ამბობს ჯონ უიკლიფი. ეშმაკს საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი რომ ბიბლია გააქვს. მას მხოლოდ ის ბიბლია აშინებს, რომელმაც ღრმა ფესვები გაედგა შენს გულში და რომლის საფუძველზეც ღვთის ნების თანახმად ცხოვრობ. ამენ. იკითხე ბიბლია და შეასრულე. ჰალელუია. ბიბლია რო გაქვს არაფერია. აი ფესვები სად არის ამ ბიბლიის შენში? ეს აშინებს ეშმაკს. ამენ. და ეს ფესვები მოგეხმარება რომ მისი ნება აღასრულო. შემდეგი ციტატა ძვირფასებო. თხოვეთ უფალს რომ მისმა კეთილშობილმა სულმა ისე გასწავლოთ რომ ყველა ლოცვები თქვენი ბაგიდან გამოსული და ყველა სურვილი შენი გულის შეესაბამებოდეს მის წმინდა ნებას. შენი ლოცვები მის ნებას უნდა შეესაბამებოდეს, შენს ნებას კი არა. შეგიძლია ასე უთხრა ღმერთს, ღმერთო, მე მზად ვარ გავაკეთო რაც შენ გინდა. ეს რას უზამს იცით უფალს? ლამის ტახტიდან ჩამოაგდებს სიამოვნებით. და რას იტყვის იცი? მაშინ მე ჩემო საყვარელო, მზად ვარ, შენი ნება რა არის აგისრულო. ამენ. გინდა ეს? ჰალელუია ძვირფასებო. კარგი, მოდით შემდეგი სასწრაფოდ. სმით ვიგზვორტი გენიალურ რაღაცას ამბობს და ახლა შევეცდები გადავთარგმნო. ერთხელ ღმერთმა მომცა ამისი გაგება, რომ როდესაც გულში მაქვს ესეთი აფორიაქება და განგაში, ესე იგი მაშინ მე ხელიდან გაუშვი მისი ნება. მან მაჩვენა, რომ რაც უფრო ბევრია ჩემს გულში ეს ფორიაქი, ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცას ჩავეჭიდე, რაც არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო. რომ ავწდენოდი ღმერთის ნებას. გესმით რა მაგარია? ამიტომ მე გამოვიკვლიე და მივიღე, გავიგე რომ
სიტყვის შესაბამისად, რომ ძლიერი სულით, ვინც არის, იმას უფალი ინახავს საოცრ აბსოლუტურ სიმშვიდეში, იმიტომ რომ მასზე ამყარებსო იმედს. ამიტომ, იცი, როდესაც რაღაცას ფორი აქვს, ან გინდა რაღაცა დაიჭირო, ეს იმიტომ რომ გამოგეპაროს ღმერთის ნება. ამენ? რაც ღმერთის ნება, ის თავისით მოვა. როცა რაღაცა ძალიან გინდა, არ ხდება. და როცა არ ელოდები და არ გინდა, ის ხდება, ზეფასებო. ღმერთი ყველაფერს სხვანაირად აკეთებს ჩვენ შესაძლებლად. ჩვენ რომ მიჩვეული ვართ, ისე რომ იმოქმედოს ღმერთმა, ჩვენ ვერ შევიცვლებით. მაგრამ ჩვენ გცვლის რა? ცოტა სხვანაირი სიტუაცია. ამიტომ უნდა ვიყოთ ამაში და დავრჩეთ ამაში. ზეფასებო, მე სწრაფად ჩამოგითვლით, როგორ გავიგოთ, აი ეს და თუ ის საქმე არის ღმერთის ნება თუ არა. პირველი, რა თქმა უნდა, ბიბლია იქნება თანახმა ამისი. ღმერთი არაფერს არ გაგაკეთებინებს, რასაც მისი სიტყვა ეწინააღმდეგება. მეორე, სული წმინდა წაგიძღვება. იმიტომ რომ ეს ღმერთის ნება. თუ სული წმინდა არ გეხმარება, ესე იგი ღმერთის ნება არ არის. მესამე, შინაგანი სიმშვიდე გექნება. თუ იქ რაღაცები ბუბუბუბუბუშობა, ესე იგი ღმერთის ნება არ არის. გესმით? შემდეგი, ლიდერის, პასტორის რჩევა. ის ძალიან ბევრი, რატო არ მიდის პასტორთან რჩევისთვის, იცით? ანგარიშვალდებული რატო არ არის? იმიტომ იცის, რომ რაღაც არასწორს თავაზობს და უარს მიიღებს. ჰალელუია. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდეს და დამტკიცდეს ღმერთის ნება, შენს ლიდერს უნდა თხოვო რჩევა. შემდეგი ძვირფასებო, სიტუაციები იქნება შენს ირგვლივ ისეთი მდგომარეობები ისე წავა, რომ მიხვდები. გზა, კარები გეხსნება თუ არა, გესმით? შემდეგი, სიმშვიდე გექნება. ამენ. შენ არ იქნები, რატო არ არის და რატო აგვიანებს და რატო. შემდეგ, რწმენა გაგეზრდება. ამენ. თუ ამათგან ძვირფასებო, 1-2 არ არის, შეგიძლია დაელოდო. მაგრამ თუ საერთოდ არც ერთი არ შეესაბამება, ესე იგი არ არის ღმერთის ნება. ამენ. არ არის ეს ღმერთის ნება. და მოდით ბოლო ადგილი და დავამთავროთ თესალონიკელები. იხარეთ მუდამ, ილოცეთ განუწყვეტლივ, მადლიერი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში. რა არის შენთვის ღმერთის ნება? რაც არ უნდა მოხდეს, გიხარია. ამენ. რა არის შენთვის ღმერთის ნება? სულ უნდა ლოცულობდე. არ მოვიდა პასუხი და მოდი შვებულებაში გავალ. აი მაშინ კაკრას მოახლოებულია, როცა წყვეთ ლოცვას. როცა ლოცვას წყვეთ, იცი რა ახლოს არის შენთან? შემდეგი, მადლიერი იყავი ყველაფრისთვის. ამენ. იმიტომ ღმერთი აკონტროლებს სიტუაციას. 19 მუხლი ამბობს, სულს ნუ ჩააქრო. ღუმელი რო არ ჩაქრეს, რა უნდა ქნა? სულ უნდა შეუკეთო შეშა, ხო? ამენ. სული წმინდის ცეცხლი რო არ ჩაქრეს შენში. გინდა? ამენ. მუდამ უნდა იხარო, მუდამ უნდა ლოცულობდე, მუდამ უნდა იყო მადლიერი ყველაფერში და სულ იქნები ანთებული. და ცეცხლთან ვერ მივა, ვინმე ვერ ეშმაკი ვერ მოვა, იმიტომ ცეცხლიანთია. ამენ. და იქნები ღმერთის ნების შემსრულებელი. და ყველამ თქვა ამენ. ზვირფასებო, მოდი მადლობა უთხრათ მას იესოს სახელით და წამოვიდგეთ.